გათავისუფლებული პირთა რაოდენობა ამ ეტაპზე 800-ზე მეტი არის და უმეტესობა ადამიანები გათავისუფლებული არიან გამოხატვის თავისუფლების ნიშნით, რომელიც უკავშირდებოდა იმ პოლიტიკური კურსის გაპროტესტებას, რაც ქართულმა ოცნებამ ღიად განაცხადა უკვე 2024 წლის 28 ნოემბრის ცნობილ განცხადებაში. ყველა ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა, არიან პეტიციაზე ხელმომწერნი და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკვე დადასტურებულად, რომ ვინც არ გათავისუფლებულა, მათი გათავისუფლებაც იგეგმება. ეს იფუთება რეორგანიზაციის ვინც ხელი მოაწერა, კი ბატონო, და ამის შემდეგ მოხდება იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც არ არიან ხელმომწერი, თუმცა იდეურად იზიარებენ იმ ადამიანების ხედვებსა და ასე ვთქვათ, გამოხატულებას, რომლებიც ვიყავით პეტიციების გამავრცელებლები და ხელმძღვანელი პირებისთვის ეს ცნობილია? ეს ხელმძღვანელი პირებისთვის ცნობილი არის და არა მარტო ხელმძღვანელი პირები, აქ ჩართული არის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მათ შორის სპეცსამსახურები და კონკრეტულად ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ერთის მხრივ აქვს ინფორმაციები და მეორეს მხრივ ამ ინფორმაციების საფუძველზე ამუშავებს საპასუხო ნაბიჯებს და ჩვენ თუ შევხედავთ ფართოჭრილში ამ სურათს, რაც ხდება საჯარო სამსახურებში, დავინახავთ, რომ ერთი ხელწერით ხდება ყველა უწყებიდან ადამიანის გათავისუფლება, ცხადდება მოულოდნელად რეორგანიზაციები. მანამდე ფაქტობრივად არც ერთ ადამიანს და ჩემი კოლეგებიც ისაუბრებენ შემდეგ ამაზე, არ ეუბნებიან წინასწარ, რომ მოხდება მათი გათავისუფლება, ან იგეგმება მათი გათავისუფლება. სრული მდუმარება არის საჯარო სამსახურებში, რაც ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენის ერთ-ერთი ფორმა და მცდელობა არის, რაც ზოგ შემთხვევაში მუშაობს, ზოგ შემთხვევაში არ მუშაობს, მაგრამ იყენებენ ამ მეთოდს და მოულოდნელად ერთი ან ორი დღით ადრე ატყობინებენ ადამიანებს, რომ ისინი უკვე არიან გათავისუფლებული. ესე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც, ესე მოხდა ანას შემთხვევაშიც მაგალითად, მეგის შემთხვევაში და ყველა ცალკეული, ასე ვთქვათ, кейსი რომ ავიღოთ, ყველგან ხელწერა არის ერთი და იგივე. ამასთანავე ხაზგასმის რეორგანიზაციის გამოცხადების დროს, რა თქმა უნდა, რაღაც არგუმენტი უნდა არსებობდეს, რა სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეთ, რა დავალება ვერ შეასრულეთ, ან სად მოიკოჭლებდით, თუ ასე შემდეგ. არაფერი საერთოდ. ყოფილა მაგალითად თქვენ შემთხვევაში და ყველასთან ეს კითხვა მექნება, მანამდე რაიმე ისეთ შემთხვევა, რაც გაფიქრებინებდათ, რომ შესაძლოა დამდგარიყო ეს დღე თქვენთვის? არა. გათავისუფლებული პირების დაახლოებით 60% თუ არ ვცდები, დაჯილდოებულია სხვადასხვა დროს მადლობის სიგელით. ჩემ შემთხვევაშიც პირადად Facebook-ზე ვიდეოც მაქვს ატვირთული, სადაც დედაქალაქის მერი მადლობას მიხდის ჩემი კარგი მუშაობისათვის თავრობის ხდომის ლაივში და სრულის გამოთქვამს, რომ მომდენო წლებშიც გაგრძელდა ჩემთან თანამშრომლობა და ურთიერთობა და დავამატებ ორი სიტყვით გათავისუფლებული პირთა დიდი ნაწილი თუ შევხედავთ ჩვენ სტატისტიკას, არიან ადამიანები, რომლებსაც 10 წელზე მეტი აქვს მუშაობის გამოცდილება. ბევრი არის ადამიანი, რომელიც 10 და მეტი წელი მუშაობდა, 20 წლიანი სტაჟითაც არიან და არიან ადამიანები, რომლებიც 30 წელზე მეტი სტაჟის მქონენი არიან და ეს ადამიანები არიან ამ სახელმწიფო უწყებების ფაქტობრივად მეხსიერება, ინსტიტუციური მეხსიერება, რომელზეც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება მომდევნო პოლიტიკის დაფუძნება და პოლიტიკის განხორციელებაში მათი ცოდნის და რესურსის უწყება მარტივად შეელია ასეთ წარმატებულ კადრებს იმის გამოც თუ მთავარი მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება იყო.